მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებ ვესტეროსის მთავარსახლებზე. პირველი სტარკები. House Stark ჩრდილოეთის ყველაზე ძლიერი და პატივსაცემი საგვარეულოა Game of Thrones-ის სამყაროში. მათი სახლი მდებარეობს ვინტერფელში, უზარმაზარ ციხესიმაგრეში, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში ჩრდილოეთს იცავდა. სტარკების დევიზია Winter is coming. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის გაფრთხილება, რომ მძიმე დრო ყოველთვის ახლოსაა. სტარკები ცნობილები არიან ღირსებით, ერთგულებითა და სამართლიანობით. სახლის ლიდერი Eddard Stark, იგივე ნედი სტარკი, ვესტეროსში ერთ-ერთ ყველაზე პატიოსან ადამიანად ითვლებოდა. თუმცა სწორედ ამ პატიოსნებამ დაღუპა კიდეც. მისი სიკვდილი მთელ ისტორიას ცვლის და ჩრდილოეთს ომისკენ უბიძგებს. ნედის შვილები მოგვიანებით სხვადასხვა გზით ვითარდებიან. ჯონ სნოუ ხდება კედლის დამცველი და White Walker-ებთან ბრძოლის მთავარი ფიგურა. Arya Stark მკვლელად გადაიქცევა და შურისძიების გზას დაადგება, ხოლო Sansa Stark პოლიტიკურ თამაშებში ძლიერ ლიდერად ყალიბდება. სტარკების არმია ჩრდილოეთის ლორდებისგან შედგებოდა და საჭიროების დროს 10,000-ობით მებრძოლის შეკრება შეეძლოთ. მათი სიმბოლო რუხი მგელია, რომელიც ჩრდილოეთის სიმტკიცესა და გადარჩენის ინსტინქტს გამოხატავს. მიუხედავად უამრავი დანაკარგისა, სტარკების სახლი ბოლომდე არ ნადგურდება. ისინი ყოველთვის ბრუნდებიან, რადგან ჩრდილოეთს ერთი რამ არასდროს ავიწყდება, სტარკები ჩრდილოეთის ნამდვილი მმართველები არიან. მეორე მარტეები. House Martell ვესტეროსის ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და ამაკი საგვარეულოა Game of Thrones-ის სამყაროში. ისინი მართავენ დორნს, ცხელ უდაბნოებითა და მთებით სავსე რეგიონს, რომელიც ვესტეროსის სამხრეთში მდებარეობს. დორნი სხვა სამეფოებისგან სრულიად განსხვავდება, აქ ხალხი უფრო თავისუფალია, ქალებსა და კაცებს თანაბარი უფლებები აქვთ, ხოლო ძალაუფლება ხშირად ჭკუითა და მოთმინებით მოიპოვება. მარტელების მთავარი სასახლეა სანსპირი, ულამაზესი ციხესიმაგრე, რომელიც მზით განათებულ სანაპიროზე დგას. მათი დევიზია Unbound, Unbent, Unbroken. ეს სიტყვები ნიშნავს, რომ მარტელები არასდროს იხრიან თავს, არ ნებდებიან და ვერავინ ამარცხებს. დორნი ერთადერთი რეგიონი იყო, რომელმაც ტარგარიენების დრაკონებსაც კი გაუძლო და დამოუკიდებლობა დიდი ხნით შეინარჩუნა. სახლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია Oberyn Martell, ქარიზმატული, საშიში და დაუნდობელი მებრძოლი, რომელსაც წითელ გველსაც ეძახდნენ. ობერინი ცნობილია შხამების გამოყენებით, სწრაფი საბრძოლო სტილითა და შურისძიების სურვილით. მისი მიზანი საკუთარი დის ელიას სიკვდილისთვის ლანისტერებზე შურისძიებაა. სერიალში ობერინი ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ პერსონაჟად დარჩა. დორნის მმართველი Doran Martell სრულიად განსხვავებული ადამიანია, შვიდი, ჭკვიანი და მოთმინებით სავსე. ის ძალას პირდაპირ ომში კი არა, გეგმებსა და პოლიტიკაში ხედავს. მარტელების არმია სხვა დიდი სახლების ძალებს რაოდენობით შეიძლება ჩამოუვარდებოდეს, მაგრამ დორნელი მებრძოლები განსაკუთრებული სისწრაფითა და გამძლეობით არიან ცნობილები. უდაბნოს რთული პირობები მათ საშიშ მოწინააღმდეგეებად აქცევს. მათი სიმბოლო წითელი მზე და შუბია, ცეცხლის, შურისძიებისა და ბრძოლის ნიშანი. მარტელები ყოველთვის საკუთარი წესებით ცხოვრობდნენ და ვესტეროსის დანარჩენ ნაწილს იშვიათად ემორჩილებოდნენ. House Martell ისტორიაში დარჩა როგორც ოჯახი, რომელმაც დაამტკიცა, რომ სიამაყე და თავისუფლება ზოგჯერ ყველაზე ძლიერი იარაღია. მესამე ტაირელები. House Tyrell ვესტეროსის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი საგვარეულოა Game of Thrones-ის სამყაროში. ისინი ცხოვრობენ Highgarden-ში, ულამაზეს და უზარმაზარ ციხესიმაგრეში, რომელიც ნაყოფიერი მიწებითა და ბაღებით არის გარშემორტყმული. ტაირელები აკონტროლებენ რიჩს, ვესტეროსის ყველაზე მდიდარ და ნაყოფიერ რეგიონს, რის გამოც მათ ყოველთვის დიდი ძალაუფლება ჰქონდათ. მათი დევიზია Growing Strong. ეს სიტყვები ზუსტად აღწერს ტაირელების ბუნებას. ისინი ძალას ომით კი არა, სიმდიდრით, პოლიტიკითა და გავლენით აგროვებენ. სხვა სახლებისგან განსხვავებით, ტაირელები ხშირად ჭკუითა და ალიანსებით იმარჯვებდნენ. სახლის ყველაზე ცნობილი წევრია Margaery Tyrell, ჭკვიანი, ქარიზმატული და პოლიტიკურად გამჭრიახი ქალი, რომელმაც ხალხის სიყვარული სწრაფად მოიპოვა. ის ცდილობდა ძალაუფლების მიღწევას არა შიშით, არამედ პოპულარობითა და მანიპულაციით. მისი ბებია Olenna Tyrell ვესტეროსის ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან და საშიშ მოთამაშედ ითვლებოდა. ოლენას ხშირად ეკლების დედოფალს უწოდებდნენ, რადგან მისი სიტყვები ისეთივე მტკივნეული იყო, როგორც იარაღი. ტაირელების არმია ვესტეროსში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალა იყო. მათ შეეძლოთ 10,000-ობით კარგად აღჭურვილი ჯარისკაცისა და რაინდის შეკრება. სიმდიდრის გამო ისინი ძლიერი მოკავშირეების მოზიდვასაც მარტივად ახერხებდნენ. მათი სიმბოლო ოქროს ვარდია მწვანე ფონზე, სილამაზის, სიმდიდრისა და ძალაუფლების ნიშანი. გარედან ტაირელები იდეალურ და მშვიდ ოჯახად ჩანან, მაგრამ რეალურად ისინი ვესტეროსის პოლიტიკურ თამაშებში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოთამაშეები იყვნენ. House Tyrell ისტორიაში დარჩა როგორც სახლი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ზოგჯერ სიტყვები და პოლიტიკა უფრო ძლიერი იარაღია, ვიდრე მთელი არმია. მეოთხე ტალები. House Tully მდინარეთის მთავარი საგვარეულოა Game of Thrones-ის სამყაროში. ისინი ცხოვრობენ რივერანში, ძლიერ ციხესიმაგრეში, რომელიც მდინარეებითაა გარშემორტყმული. ეს ადგილი სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია ვესტეროსში, რადგან თითქმის ყველა დიდი ომი სწორედ მდინარეთის გავლით გადის. ტალების დევიზია Family, Duty, Honor. ეს სამი სიტყვა მთლიანად გამოხატავს მათ ბუნებას. ოჯახი, მოვალეობა და ღირსება ტალებისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ პატივისა და ტრადიციების დაცვას, თუნდაც ამისთვის დიდი მსხვერპლის გაღება დასჭირებოდათ. სახლის ლიდერი Hoster Tully იყო, რომელმაც ტალების სახლი ვესტეროსის ერთ-ერთ გავლენიან ძალად აქცია. მისი შვილები მოგვიანებით ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. Catelyn Stark ხდება House Stark-ის წევრი და ჩრდილოეთის ომის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. მისი ძმა Edmure Tully ცდილობს საკუთარი ხალხისა და მიწების დაცვას, მიუხედავად მძიმე პოლიტიკური მდგომარეობისა. ტალების არმია საშუალო ზომის ძალად ითვლებოდა, თუმცა მათი მთავარი უპირატესობა მდებარეობა იყო. მდინარეთის კონტროლი ვესტეროსში ომის დროს უდიდეს მნიშვნელობას ატარებდა. სწორედ ამიტომ მათი მიწები ხშირად ყველაზე მეტად ზარალდებოდა ბრძოლების დროს. ტალების სიმბოლო ვერცხლისფერი კალმახია ლურჯ და წითელ ფონზე, მდინარეებისა და მათი მიწების სიმბოლო. ისინი შეიძლება ისეთი მდიდრები ან სასტიკები არ იყვნენ, როგორც ლანისტერები, მაგრამ ვესტეროსში პატივს სცემდნენ მათი ღირსებისა და ერთგულების გამო. House Tully ისტორიაში დარჩა როგორც ოჯახი, რომელიც ომისა და ღალატის სამყაროში ადამიანურობისა და ღირსების შენარჩუნებას ცდილობდა. მეხუთე ბარათეონები.
House Baratheon ვესტეროსის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ომში გამორჩეული საგვარეულოა Game of Thrones-ის სამყაროში. ისინი მართავენ შტორმლენდს რეგიონს, სადაც მუდმივი ქარიშხლები, ძლიერი წვიმები და სასტიკი ამინდებია. მათი მთავარი ციხესიმაგრეა შტორმს-ენდი, უზარმაზარი ციხე, რომელიც ზღვის ნაპირზე დგას და საუკუნეების განმავლობაში ვერავინ დაიპყრო. Baratheonების დევიზია, Horses the Fury, ეს სიტყვები სრულად გამოხატავს მათ ბუნებას. ისინი ცნობილები არიან სიძლიერით, ბრაზითა და ბრძოლაში შეუჩერებელი ხასიათით. Baratheonები ხშირად პირდაპირ ძალას ეყრდნობიან და არა პოლიტიკურ თამაშებს. სახლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია Robert Baratheon, მეფე, რომელმაც ტარგარიენები დაამარცხა და რკინის ტახტი დაიკავა. ახალგაზრდობაში რობერტი ვესტეროსის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეომრად ითვლებოდა. მისი აჯანყება მთლიანად ცვლის ვესტეროსის ისტორიას. თუმცა მეფედ გახდომის შემდეგ ის ნელ-ნელა კარგავს საკუთარ ძალასა და მოტივაციას. რობერტის ძმები სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან. Stannis Baratheon კაცრი, ცივი და დაუნდობელი ლიდერია, რომელიც კანონებსა და წესებს ყველაფერზე მაღლა აკენებს. ის საკუთარ თავს რკინის ტახტის ნამდვილ მემკვიდრედ თვლის და ამისთვის ყველაფერზე მიდის. ხოლო Renly Baratheon უფრო ქარიზმატული და ხალხისთვის საყვარელი ფიგურაა, რომელსაც უამრავი მოკავშირე უჭერს მხარს. Baratheonების არმია ვესტეროსში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალად ითვლებოდა. შტორმლენდს 10,000-ობით გამოცდილი მებრძოლის გამოყვანა შეეძლო, ხოლო მათი რაინდები განსაკუთრებული სიმამაცით იყვნენ ცნობილები. მათი სიმბოლო ოქროს გვირგვინოსანი ირემია შავ ფონზე, ძალის სიამაყისა და მეფური ძალაუფლების ნიშანი. Baratheonები ხშირად მოქმედებდნენ ემოციებითა და ბრაზით, რაც მათ როგორც ძლიერ, ისე ტრაგიკულ ოჯახად აქცევდა. House Baratheon ისტორიაში დარჩა როგორც სახლი, რომელმაც ტარგარიენების დინასტია დაამხო და ვესტეროსის ბედი სამუდამოდ შეცვალა. მე-6 არენები. House Arryn ვესტეროსის ერთ-ერთი უძველესი და კეთილშობილი საგვარეულოა Game of Thrones-ის სამყაროში. ისინი მართავენ ვეილს, მთებითა და ციხესიმაგრეებით დაცულ რეგიონს, რომელიც თითქმის მიუწვდომლად ითვლება. მათი მთავარი სასახლეა აირი, ციხე, რომელიც მთის მწვერვალზე აშენებული და ცაში გამოკიდებულ ციხეს ჰგავს. არენების დევიზია, as high as honor, ეს სიტყვები მათ ღირსებასა და კეთილშობილებაზე მიუთითებს. ვესტეროსში არენები ყოველთვის პატივსაცემ და ძველ ოჯახად ითვლებოდნენ, რომლებიც ტრადიციებსა და წესებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. სახლის ლიდერი სერიალის დასაწყისამდე ჯონ არენი იყო, მეფის მარჯვენა და ადამიანი, რომელმაც ერთ დროს Eddard Stark და Robert Baratheon გაზარდა. სწორედ ჯონ არენის იდუმალი სიკვდილი იწყებს მოვლენათა ჯაჭვს, რომელიც საბოლოოდ მთელ ვესტეროს ომში აგდებს. მისი გარდაცვალების შემდეგ ძალაუფლება პრაქტიკულად Petyr Baelishის და Lysa Arrynis ხელში გადადის. ლიზა არენი პარანოიდული და არასტაბილური მმართველია, რომელიც საკუთარი შვილის, Robin Arrynis დაცვაზეა შეპყრობილი. არენების არმია ვესტეროსში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ძალად ითვლებოდა. ვეილის რაინდები განსაკუთრებით ცნობილი იყვნენ დისციპლინითა და საბრძოლო უნარებით. მთებით დაცული რეგიონი მათ თითქმის აუღებელ ძალად აქცევდა, რის გამოც ბევრი მტერი ვეილთან ომს ერიდებოდა. მათი სიმბოლო ცისა და მთვარის ფონზე მფრინავი ქორია, სიძლიერის, სიმაღლისა და კეთილშობილების ნიშანი. აირი და ვეილი მთლიანად ქმნის განცდას, რომ არენები სხვა სახლებზე მაღლად განან, როგორც პირდაპირი, ისე სიმბოლური მნიშვნელობით. House Arryn ისტორიაში დარჩა როგორც ოჯახი, რომელმაც ვესტეროსში პატივი, ღირსება და ძალაუფლება საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა. მე-7 Greyjoy-ები. House Greyjoy ვესტეროსის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი საგვარეულოა Game of Thrones-ის სამყაროში. ისინი ცხოვრობენ რკინის კუნძულებზე, ცივ, კლდოვან და ქარიან მიწაზე, სადაც ადამიანები ბავშვობიდანვე ბრძოლასა და ზღვის ცხოვრებას სწავლობენ. Greyjoy-ები საკუთარ თავს ნამდვილ რკინის ხალხს უწოდებენ და სჯერათ, რომ ძალის გარეშე ადამიანი არაფერს ნიშნავს. მათი დევიზია, We do not sow, ეს ნიშნავს, რომ Greyjoy-ები არ ამუშავებენ მიწას და არ ქმნიან სიმდიდრეს ჩვეულებრივი გზით, ისინი ყველაფერს ძალით, ძარცვითა და ომით იღებენ. სწორედ ამიტომ ვესტეროსის სხვა სახლები მათ ხშირად მეკობრეებად და ბარბაროსებად მიიჩნევენ. სახლის ლიდერი Balon Greyjoy იყო, ამაკი და ჯიუტი მმართველი, რომელმაც რკინის კუნძულების დამოუკიდებლობისთვის აჯანყება წამოიწყო. მიუხედავად მარცხისა, ბეილონი არასდროს შეეგუა ვესტეროსის მეფეების მმართველობას. მისი ვაჟი, Theon Greyjoy, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟია. ბავშვობაში ის სტარკებთან ძელად იზრდება და მთელი ცხოვრება საკუთარ იდენტობას ეძებს, არის სტარკი თუ Greyjoy. მისი შეცდომები საბოლოოდ მძიმე ტანჯვამდე მიჰყავს, თუმცა ბოლოს საკუთარ ღირსებას ნაწილობრივ მაინც იბრუნებს. Greyjoy-ების ყველაზე საშიში წევრი კი Euron Greyjoy გახდა, დაუნდობელი, ქარიზმატული და თითქმის შეშლილი მეკობრე, რომელსაც ძალაუფლებისთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლია. სერიალში ევრონი ქაოსისა და განადგურების სიმბოლოდ არის წარმოდგენილი. Greyjoy-ების მთავარი ძალა მათი ფლოტია. რკინის კუნძულებს ვესტეროსში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საზღვაო არმადა ჰყავს. მათი სწრაფი ხომალდები მოულოდნელი თავდასხმებითა და ზღვის ბრძოლებით არიან ცნობილები. ხმელეთზე ისინი სხვა დიდი სახლებივით ძლიერები არ არიან, მაგრამ ზღვაზე Greyjoy-ები ნამდვილ საფრთხედ ითვლებიან. მათი სიმბოლო ოქროს კრაკენია შავ ფონზე, ზღვის სიღრმეების, ძალისა და შიშის ნიშანი. რკინის ხალხის კულტურა მთლიანად ომსა და გადარჩენაზეა აგებული. ისინი თვლიან, რომ სუსტი ადამიანები ვერ გადარჩებიან. House Greyjoy ისტორიაში დარჩა როგორც სახლი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ზღვა შეიძლება ისეთივე საშიში იყოს, როგორც თავად ომი. მერვე ლანისტერები. House Lannister ვესტეროსის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, ძლიერი და საშიში საგვარეულოა Game of Thrones-ის სამყაროში. ისინი ცხოვრობენ კასტერლი როგში, უზარმაზარ ციხესიმაგრეში, რომელიც ოქროს მაღაროებით აღარ შემორტყმული. სწორედ ამ სიმდიდრემ აქცია ლანისტერები ვესტეროსის პოლიტიკის მთავარ ძალად. მათი ცნობილი სიტყვებია Hear me roar, თუმცა ბევრს უფრო სხვა ფრაზა ახსოვს, Lannister always pays his debts, ეს სახლი ძალაუფლებას, ფულსა და გავლენას ყველაფერზე მაღლა აკენებს. ლანისტერების ლიდერი Tywin Lannister იყო, ცივი, გენიალური და დაუნდობელი სტრატეგი. მან საკუთარი ოჯახი ვესტეროსის ყველაზე გავლენიან სახლად აქცია. ტაივინისთვის მთავარი ოჯახისა და სახელის ძალა იყო, ხოლო სისუსტეს არასდროს პატიობდა. მისი შვილები სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან. Cersei Lannister ძალაუფლებისთვის ყველაფერზე მიდის და ვესტეროსის ერთ-ერთ ყველაზე საშიში მმართველად იქცევა. Jaime Lannister, რომელსაც მეფის მკვლელს ეძახიან, თავიდან ამაყ და ეგოისტ რაინდად ჩანს, თუმცა დროთა განმავლობაში იცვლება. ხოლო Tyrion Lannister ოჯახში ყველაზე ჭკვიანი და გამჭრიახი ფიგურაა, რომელიც ხშირად საკუთარი ოჯახის წინააღმდეგაც კიდგას. ლანისტერების არმია ვესტეროსში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ძალად ითვლებოდა. მათ 10,000-ობით კარგად გათვლილი ჯარისკაცი ჰყავდათ, ხოლო ოქრო მათ საშუალებას აძლევდა ომები ფულითაც მოეკოთ. მათი სიმბოლო ოქროს ლომია, სიამაყის, ძალისა და დომინაციის ნიშანი.
მიუხედავად უამრავი მტრისა, ლანისტერები წლების განმავლობაში აკონტროლებდნენ რკინის ტახტს და ვესტეროსის ბედს. ჰელს ლენესტერ ისტორიაში დარჩა როგორც ოჯახი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ძალაუფლება ხშირად უფრო საშიში იარაღია, ვიდრე ხმალი.